სალხინო ეკლესია, რომელიც სოფელ პირველი ფერსათის სამხრეთით და ქალაქ ბაღდათის დასავლეთით, მაღლობზე, სამოლოქიის მთის ძირას მდებარეობს. მე-11 საუკუნეებში უნდა იყოს აგებული ბაზილიკა, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ იგი უფრო ადრინდელია, მე-8 საუკუნის და განეკუთვნება გრიგოლ ხანძთელის მიერ ტაო-კლარჯეთიდან დაწყებულ სამონასტრო მშენებლობათა წყებას. სამწუხაროდ ძლიერ დაზიანებულია. ეკლესიის სახელწოდება სალხინო, სულის მოსალხენ, სალოცავ ადგილად არის გააზრებული. შეადარეთ გუდამაყრის ხეობის სოფლის სახელი სალაღო. სალხინო ეკლესიას უკავშირდება ერთი ასეთი ისტორიული ფაქტი. იმერეთის უკანასკნელ მეფეს, სოლომონ მეურეს 1810 წლის 12 მარტს კავკასიის მაშინდელი მთავარმართებლის ტორმასოვის დავალებით სალხინოს ტაძარში შეხვდნენ იმერეთში მყოფი რუსთა ჯარების სარდალი სიმონოვიჩი და ტორმასოვის პირადი წარმომადგენელი მოგილევსკი. მათ იმერელი თავადებისთან დასწრებით ფიცით აღუთქვეს სოლომონ მეურეს, რომ თუ იგი პირადად გამოცხადდებოდა თბილისში ტორმასოვთან, მას შეუნარჩუნებდნენ იმერეთში მეფობას და შეუსრულებდნენ ყველა იმ მოთხოვნას, რასაც მეფე უყენებდა რუსებს. სოლომონ მეორე ენდო ამფიც და 1810 წლის 15 მარტს 500 ცხენოსანი მხლებლით გაემართა თბილისს. რუსებმა გატეხეს ფიცი, რადგან მათი ნამდვილი მიზანი მეფის დატყვევება და იმერეთის სამეფოს გაუქმება იყო. სოლომონ მეორეს გზაში თანდათანობით ჩამოაცალეს ამალის 400 მხედარი და ქართლის სოფელ ბარიანში 100 მხლებლით ჩასულს დახვდა ტორმასოვი. იგი დაატყვევეს და როგორც საპატიო ტყვეს თბილისში თავად სუმბათაშვილის სახლში შინა პატიმრობაში ამყოფებდნენ. რუსეთის იმპერატორისაგან ტორმასოვს დავალებული ჰქონდა, რომ სოლომონ მეორე და მისი ოჯახი რუსეთში გადაესახლებინათ. მაგრამ 1810 წლის 10 მაისს მან ქართველ თავადაზნაურთა დახმარებით გაქცევა მოახერხა და 23 თამხლები პირით თრიალეთის გზით ახალციხეში გადავიდა. სოლომონ მეორემ იმერელი თავადაზნაურების მცირე ნაწილთან ერთად რამდენიმე თვე კვლავ გააგრძელა ბრძოლა იმერეთში უკვე ფეხმოკიდებული რუსების წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა და ოსმალეთში გადავიდა. 1815 წელს კი იმერეთის უკანასკნელი მეფე ტრაპიზონში გარდაიცვალა. 1990 წელს სოლომონ მეურის ნეშთი საქართველოში ჩამოასვენეს და გელათის მონასტრის მეფეთა საზვალეში დაკრძალეს.